ვერასდროს ვირწმუნებ გამარჯვების, რომელიც დაცლილია მორალისგან. გინა ბოკუჩავა თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე საკუთარ თავს და პარტიას ვეღარ ხედავს. წითელი ხაზი ბავშვების წყევლა და უხამსი ლექსიკით მოხსენიება აღმოჩნდა. ფედერალისტების ლიდერმა გამოცემა ონჯის სოციალური ქსელის გვერდზე ხალხს, ვინც მას აკრიტიკებდა, ჯერ შვილები დაუწყევლა, შემდეგ კი არასრულწლოვნები უხამსი ლექსიკით მოიხსენია. ბოკუჩავა ფიქრობს, რომ პოლიტიკოსის ადგილი, რომელმაც ეს იკადრა, რვიანის ფორმატში აღარ არის. მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ შეიკრიბოს ეგრეთ წოდებული რვიანის ფორმატი. ეს 8 პარტია ნამდვილად მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდა, თუმცა ვერცერთი მიზანი ვერ გაამართლებს საშუალებას, სადაც ბრძოლის ინსტრუმენტად იქცევიან უდანაშაულო მცირეწლოვანი ბავშვები. მე პირადად საერთო ვეღარაფერი ასეთ პოლიტიკურ ფიგურასთან, რომელიც ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებს ბავშვებს, ვერ მექნება. ეს არის სკრინები სოციალური ქსელიდან, სადაც ჩანს, რომ ფედერალისტების ლიდერი მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წყევლითა და უხამსი ლექსიკით პასუხობს. ამას თან ურთავს არასრულწლოვნის ფოტოებს და შეურაცხყოფას აყენებს ბავშვებს. ამის გამო მან რამდენიმე საათში ბოდიში მოიხადა. ახლა კი თვლის, რომ მის შეცდომას ბოკუჩავა პოლიტიკური ქულებისთვის იყენებს. ვიანი გაერთიანებული იყო ბოიკოტის ამოცანის გარშემო. ეს ამოცანა შემდგარია არჩევნებში ვეღარავინ ვეღარ შევა. შესაბამისად გაუგებარია ვინ რატო ითხოვს ან ჩემ გვერდში დგომას, ან ჩემს გვერდში არ დგომას. რაც შეეხება თიკა ბოკუჩავას ტანტრუმს, მე ძალიან წუხვარ, რომ ის ჩემს შეცდომას იყენებს, რეალურად ჩემს შეცდომას იყენებს, რომლის გამოც მე ბოდიში მოვიხადე, განსხვავებით მისი ყეყეჩი ლიდერებისგან, რომელთაც არაერთი შეცდომა დაუშვიათ, მაგრამ ბოდიში ამაზე არ მოვხდიათ. იმას მე უნდა მეპატიოს ეს შეცდომა თუ არ უნდა მეპატიოს გადაწყვეტს ფედერალისტების ამორჩეველი. სად გადის ზღვარი? ყველა პარტია, ვინც თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად არჩევნების ბოიკოტისთვის შექმნილი რვიანის ფორმატში გაერთიანდა, გმობს იმას, რაც ფედერალისტების ლიდერმა დაწერა და გააკეთა. თუმცა ნაციონალური მოძრაობის გარდა ყველა სხვა პარტია ფიქრობს, რომ ამის გამო ჩერგოლეიშვილი არ გაირიცხოს. რვიანი ჩერგოს ხასიათზე არაწყობილა და არც არავის ხასიათზე. ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი, რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპატივცემულობა. პოსტსკრიპტუმ რვიანი ვერ დაიშლება იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე. იმედია ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. რაც შეეხება გუშინ რვიანის გარშემო ატეხილ ხმაურს, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მომხდარი ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია. დანარჩენ საკითხებზე თითოეული პარტია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე და რეპუტაციაზე. უხერხული, არასწორი და არაფერში რომ წერია, ისეთი ამბავი შეემთხვა გუშინ ჩერგოს. კარგია, რომ საზოგადოება ოპოზიციონერებსაც ისევე არ პატიობს შეცდომებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის ახლა უმთავრესია 13 სექტემბრის აქციისთვის მობილიზება, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მასშტაბური აქცია დაანონსა. საპროტესტო თემა უვიზო მიმოსვლის შეჩერება იქნება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ბრძოლა ერთ და ორ პარტიაზე, ჯგუფსა და ლიდერებზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ თვითორგანიზებულ ერთობათა ერთობას წარმოადგენს, რომლის წევრებსაც საერთო მიზანი აკავშირებთ. ამას სწორედ ამიტომ ვუჭერდი ყოველთვის მხარს, რომ ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსის შეცდომამ მთელი წინააღმდეგობა არ დააზიანოს. ყველა ქმედებას აქვს თავისი ფასი. პოლიტიკოსისთვის, პოლიტიკური პარტიისთვის და ამომრჩევლები ამას შეაფასებენ. დანარჩენი როგორ გაგრძელდება, ვთქვათ, ურთიერთობები პარტიებს შორის, შესაძლებელია ამაზე იყოს საუბარი. ფაქტი ცალსახად დასაგმობია. მე ვფიქრობ, მიუხედავად ამისა, არაფერი კავშირში არ არის იმასთან, რომ სხვა პარტიას აქვს ძალიან სწორი პოზიცია ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტიები არ ღალატობენ პროტესტის სულისკვეთება. თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ 13 სექტემბრის აქციის ორგანიზატორი ის არის. თუ ეს ასეა, მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არა ფედერალისტების ლიდერის დაანონსებულ საპროტესტო მსვლელობაზე. თავარი ამოცანა არის 13 სექტემბერი, თქვენ იცით, რომ ფედერალისტები გამოვირჩევით შინაარსი, ძალიან ესეთი მიმზიდველი შინაარსით, ამ შინაარს მუშაობთ და ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც 13 სექტემბრის წარმატება არის მთავარი ამოცანა. და ეხლა ნაცები აქ რას იზავენ, მე არ მაინტერესებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნაციონალური მოძრაობა, ეს პარტიის ლიდერი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა ის, რომ ბავშვების წყევლა და უხამსი ლექსიკით მოხსენიება არის ის, რაზე წითელი ხაზი გადის, თანხმდება ამ პარტიის ყველა სხვა ლიდერი.